რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპანტ რუსეთს შორის 1 მაისიდან რეგულარული ფრენები დაიწყო. ამისთვის ოკუპანტმა რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს არაღიარებული აეროპორტი აღუდგინა. რუსეთის მოქალაქეებმა ბილეთები ადგილობრივი ავიაკომპანია იუვტ აეროს პლატფორმაზე შეიძინეს და პირველი რეისიც განხორციელდა. თავრობის 1 მაისის სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ამაზე განცხადება არ გაუკეთებია. თავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კი ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ამის ხელშეშლა მათ ძალებს აღემატება და სიტყვიერად გმობენ მომხდარს. საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც ამას გმობს, არ მიესალმება ცალსახად ეს შეუსაბამობაში ასევე საერთაშორისო კონვენციის წესებთან, რომ იკაოს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ობიექტური გარემოება, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენი მხრიდან არაღიარებული და ასევე არაღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ოკუპანტი რუსეთის ამ ქმედებას ზოგადი განცხადებით პასუხობენ და ამბობენ, რომ აფხაზების შემორიგება მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ყველანაირი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან არის კანონგარეშე, სადაც არ არის ჩართული საქართველოს ხელისუფლება. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი იურისდიქცია აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი ძმები და დები, ჩვენი ოსები და აფხაზები უნდა შემოვირიგოთ, გავერთიანდეთ ერთ ქვეყანასთან და ამისთვის არის უმნიშვნელოვანესი მშვიდობიანი კამპანია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება ანექსიის მორიგ ნაბიჯს დუმილით ხვდება და რომ ეროვნული ხელისუფლება ამის ხელშეშლისთვის ყველაფერს გააკეთებდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ეს კიდევ ერთი დამატებითი გამოხატულებაა რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების, თუმცა მაშინ, როდესაც ივანიშვილის ოცნება დასავლეთს და გამოგონილ გლობალური ომის პარტიას უცხადებს ომს, კიდევ უფრო მკაფიოა მათი სიცრუე სუვერენიტეტის გამტკიცებასა და მათ შორის სუვერენიტეტის დაცვის ირგვლივ. ბუნებრივია ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას ოცნება ჩუმით თანხმობით ხდება. გასწორდ იმისა, რომ ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას მკაფიო პოზიცია დაეკავებინა ფრენებთან დაკავშირებით, სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში აღდგა ფრენები რუსეთთან, შემოყვანილი იქნა ქართულ საჰაერო სივრცეში ისეთი კომპანიები, რომელიც ამავე დროს არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს და რომლებიც რეალურად არ სცემენ პატივს ქართულ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის ისტორიას, აწყოს და ეროვნულ ღირსებას, შესაბამისად ამ ხელისუფლების პირობებში ზედმეტი მგონია საუბარი ნებისმიერი ადეკვატური ზომის თაობაზე, რომელსაც მიიღებდა ნორმალური ეროვნული ქართული ხელისუფლება. საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ეს არის აფხაზეთის რეგიონის არაპირდაპირი ანექსიის გაგრძელება, რასაც საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოდ ხვდება. მისივე თქმით, არც საზოგადოებაში არსებობს მკაფიო აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეეშალოს ხელი რუსეთს საქართველოს ტერიტორიების სრულ ოკუპაციაში. ხენით ალბათ ორივეს უფრო გაუმარტივდა, აქამდე სოჩაში უწევდა ჩასვლა და იქიდან გადაფრენა, ხო, სიტყვას მოსკოვში. რაც შეეხება ეხლა თქვათ აფხაზეთის გადაყლაპო ინტეგრაცია, აქ გადამწყვეტი იქნება უფრო სვამიმართულება. ეს არის უძრავი ქონების რაღაც სახით დაკანონება რუსი ინვესტორებისთვის. და ამ ხრივ ნაბიჯების გაადგას დიდი ხანი რუსეთის ცდილობს და ამას ეურჩება სწორედ აფხაზეთის პოლიტიკური ელიტა. ამას ეურჩება სწორედ და რუსეთი როგორც ჩანს იმედოვნებს, რომ ამ ხელისუფლებას გატეხავს, ეხლა ვინც არის ბუმბას თავრობა იწოდებული ამას გატეხავს და სანაცვლოდ უნდა მიაწოდოს რაღაცა კამფეტის და ისე, ხო? ხოდა კამფეტი არის ეს სოხუმის აეროპორტი. აფრის განმავლობაში უნდა შეგვეცვალოთ ჩვენ მიდგომა, მაგრამ არ არის როგორც ჩანს ესე მარტივი, იმიტომ რომ ვერც წინა თავრობა შეცვალეს, ვერც ამ თავრობამ მკვეთრი ნაბიჯების გაადგმა არ არის ესე მარტივი, იმიტომ რომ რა ეხლა ვკითხოთ ჩვენთან რა უნდა ვქნათ. მარტო აფხაზებთან ლაპარაკი ცხადი ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ველაპარაკოთ. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იკაო და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არაღიარებენ ამ აეროპორტის მუშაობას და მას საერთაშორისო რეისები ეკრძალება. უცნობია, რა რაოდენობით და რამდენი ავიაკომპანიის ჩართულობით გაგრძელდება ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპანტ რუსეთს შორის. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.